გამარჯობა მეგობრებო, აი ეს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო და ემსახურება მხოლოდ ფუფუნებაზე ორიენტირებული კანონების შექმნას და მოქალაქეების ინტერესებს არ ატარებს. ცოტნე ანანიძემ გადათარგმნა როგორც მცდელობა და მიზანი, რომ აჭარის ავტონომია საერთოდ გაუქმდეს. და აი ამითი არის აჭრელებული მთელი სამთავრობო პროპაგანდა. და ეს დაახლოებით იგივეა, რომ ქუჩაში მიდიოდე და ძაღლს ასე ირნებდე და ამ დროს იქნებ მეორე მხრიდან მოდის ცოტნე ანანიძე და უნდა რომ ძაღლს მოეფეროს და შენც ახლა პრინციპში თვლი რომ აი რა მოხდა ახლა მოეფეროს ძაღლს ნაცია თუ ხოცია რა მნიშვნელობა აქვს ძაღლს უნდა მოეფეროს რა შეიძლება ახლა მოხდეს იმისთან ფიქრობ და თან შეიძლება რაღაცა ეროვნული შერიგების კამპანიაც დაიწყოს აქედან შენს ლაბრადორსა და ცოტნე ანანიძეს შორის და რაღაცა გვეშველოს ამას რაღაცა утопიურ აზრებში მიდიხარ და თან ცდილობ რომ რაღაცა თბილად აი ეს ბატონო ცოტნე ძალიან კარგი ზაღლია არც იყბინება არც იყეფება აი ხანდახან იმაზეც ვფიქრობ რომ შეიძლება ქურდი შემოვიდეს სახლში და იმასაც კი არ დაუყეფოს და უცებ ცოტნე აღშფოთდება ამაზე მოიწევს იმედს პოსტივის რუსთავიორს და სახელდახელოდ ატარებს პრესკონფერენციას იმაზე რომ შენ ვიღაცა ნაცია კაცუკი აი ამ ძაღლის ევთანაზიას აპირებ და განცხადებით გამოდის რომ ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ მთელი საზოგადოება ამ დროს საზოგადოება არ ღელავს მაგრამ ცოტნე მაინც ამშვიდებს ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება რომ აი ეს ძაღლი არ მოკვდება თითქოს რაღაც დვარნიაშკა იყოს. ჩვენ მას წავიყვანთ და დავასაქმებთ ცრუ მოწმედ. და შეიძლება დაიბენი უცებ რა ხდება ვერ გაიგე, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ცოტნე ანანიძე ძაღლს ეფერებოდა, ეხა კამერები სახეში განათებს, ნათია ბერიძე მიკროფონით მოვიდა შენთან და გეკითხება, თქვენ მართლა აპირებთ ამ ძაღლის ეგზეკუციას? აქ უცებ ხვდები რომ ნათია ბერიძემ რაღაც ახალი სიტყვაც ისწავლა, მაგრამ ეხა რა დროს ამის დრო არის. და არა, როგორ გეკადრებათ, ეს ხომ სხვანაირი ძაღლია და თან უცებ ხვდები რომ თან შენ ძაღლს იცავდა, თან ძალაუნებურად რაღაცა პოლიტიკური განცხადებაც გამოგივიდა, მაგრამ უკვე გვიანია, იმიტომ რომ ეგერ კუთხეში ნოდარ დუმბაძის მკითხველთა ლიგის მებრძოლები გელოდებიან, რომლებიც აპირებენ რომ გულიც დაიცვან და ძაღლიც. შენ ამ დროს ცდილობ რომ დედა შენს მიწერო მესიჯი, ნუ გეშინია დედა, მაგრამ შენ თვითონ გეშინია და ფიქრობ რომ შეიძლება ეს ამბავი ისე დასრულდეს, რომ ღმერთთან გასაუბრებაც მოგიწიოს და ოცნებობ რომ ნეტა ვინმე უბნის ინსპექტორი იყოს აქ ეხა რომელიც გიშველიდა, მაგრამ ეს უბნის ინსპექტორებიც მაინც და მაინც სანდოები არ არიან ამ ბოლო დროს. იქნება ზღვაში შესვლა ღირდეს და საბერძნეთისკენ გაცურო, მაგრამ უკვე დაღამდა და მზეცსაც ვეღარ ხედავ და ნუ აი აღარ იცი რა ხდება, უკვე საშინელება ხდება, არა და ცოტა ხნის წინ ცოტნე ანანიძე უბრალოდ ძაღლს ეფერებოდა და შენ კიდე აპოლიტიკური იყავი. ესე ლიტერატურაში არსებობს ეგეთი ხერხი, ქვია არასანდო მთხრობელი, unreliable narrator, ესეთი ტექნიკა არის, როდესაც მწერალი გიყვება ამბავს ისეთი პერსონაჟის თვალით, რომელსაც ვერ ენდობი, იმიტომ რომ ან გატყვევს, ან თვითონ რაღაც თავისი აღქმები აქვს და ამ აღქმების მიხედვით გადმოგცემს იმ ამბავს, რაც ხდება. ანუ შენ კი კითხულობ, რომ რაღაცა ცოტა სხვანაირად მოხდა აქ რა, მაგრამ ეს სხვანაირად გიყვება ეს პერსონაჟი და მე ბოლოში აღმოაჩენ, რომ რაღაცა მომხდარა და მე მიხვდები, რომ ნახე ეს რა კარგი მწერალი ყოფილა. კი მომცა რაღაცა მინიშნება 41 გვერდზე, რაღაცა კანონი რო შემოიტანეს, მაგრამ მაგრამ როგორ თემა იცი რომ ეხა წიგნს რო კითხულობ გისწორდება ეგ პონტი რა, იმიტომ რომ ძალიან ესეთი საინტერესო ისეთი ოსტატი მწერალი უნდა იყო, რომ ეგეთი თემა გაკაჩო, რომ თან მინიშნებები მისცემ მკითხველს, რომ რაღაცა ხდება და თან ისეთ პერსონაჟს მოვაყოლო, რომელიც დააბნევს ცოტა მკითხველს. ხო და აქ რეალურ ცხოვრებაში მთელი ქართული ოცნება, ცოტნე ანანიძე, პროპაგანდისტული მანქანა, ყველა მაგ ტექნიკით მოქმედებენ. იქ შეიძლება უცებ სასამართლოში გაიჩითო და მოვიდეს რომელიღაცა არასანდო მთხრობელი და მოსამართლეს უთხრას, რომ ბატონო მოსამართლემ, აი თხა და გიგოში თხამ, იმიტომ დაეჯახა. გიგოს რომ კაია კალასმა ფულები ჩაურიცხა და მოსამართლეც რას მეუბნებით? 3 წელი და გიშვებს ციხეში, და ცოტა ხნის წინ ცოტნე ანანიძე ძაღლს ეფერებოდა.
ისე აი თუ დაუკვირდებით რომ ცოტნიანანიძეს ამ ბოლო დროს ქაჩავენ ძალიან მაგრად ანუ რაღაცა სიტყვის ტიპი და ეგრევე მთელი პროპაგანდა გადაჭრელებული არის რომ გააკუოს ეგრევე იმედის ქარდი იჩითება რომ ცოტნიანანიძე საქართველოს გაზმომარაგებას შეეხიდა და მე უცებ იქ სტუდია მონიტორიან ნოდარ მელაძე დაადგენენ რომ ეს სინამდვილეში რუსული გაზი იყო და შეიძლება საერთოდაც დაასანქცირონ და აი ესეთი ქაოსია არადა ცოტა ხნის წინ ცოტნიანანიძე ძაღლს ეფერებოდა მაგრამ შეიძლება სულ მალე პრემიერადაც გაიჩითოს იმიტომ რომ ისე ქაჩავენ რაღაცა აი ამ პროპაგანდისტულ მანქანაში რომ რაღაცას თანამდებობაზე დაწინაურებას უპირებენ შეიძლება პრემიერობასაც უპირებენ არ ვიცი და მე გვეყოლება ეს ირაკლი გადააბარებს ცოტნიანანიძეს მმართველობას არაფორმალური მმართველობა გადავარდება მეორე ცოტნეს და გვეყოლება ცოტნე ულუ და ცოტნე ნარინი და საბოლოო ჯამში შევალთ ოქროს ხანაში თუმცა იქნებ მეც არასანდო ნარატორი ვარ ეგრეა საქართველოს პოეზიისა და ლიტერატურის ქვეყანა როგორც ასეთი